ზოგჯერ პოლიტიკოსები გაურკვევლობაში ვარდებიან, ამიტომ მოდით ნათლად განვაცხადოთ, რომ ჩვენ ომში ვართ. ეს ომი კი ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ტერორიზმის, რომლის ბოლო გამოვლინებაც გასული წლის 25 დეკემბერს ნიგერიელი მამაკაცის მიერ დეტროიტის რეისის აფეთქების მცდელობა იყო. პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ ამერიკელების უსაფრთხოებისთვის ყველა საშუალებას გამოიყენებს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ობამა განასხვავებს ტერორიზმის წინააღმდეგ ომს სხვა სახელმწიფოსკენ მიმართული ომისგან. თუმცა მან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რაც ამ განსხვავებას საფრთხეს უქმნის. ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ პრეზიდენტი ობამა აძლიერებს თავის მცდელობებს ავღანეთსა და პაკისტანში. უპილოტო თვითმფრინავების შეტევები ამის დასტურია. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ კი მან გაზარდა ჯარების რაოდენობა ავღანეთში. ირვინის თქმით, ობამა აკეთებს იმას, რაც მის წინამორბედს არ გაუკეთებია. ეს არის ბრძოლა შეერთებულ შტატებში მცხოვრები და ასევე ყველა მუსლიმის გულის მოსაგებად. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი კი ობამას ომის თავიდან არიდების მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა იაკობ შაპირო პრისტონის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ სიტყვა ომის გამოყენება ტერორისტული ჯგუფების აქტიურობას უწყობს ხელს. ეს ეხმარება, რომ მოსახლეობის თვალში წარმოჩნდნენ არა ბანდიტები, არამედ გმირები, რომლებიც დაჩაგრული საზოგადოების კეთილდღეობისთვის იბრძვიან. ეს ასევე მათ ეხმარება, რომ ჩვენს მოსახლეობაში შიში და მღელვარებას უფევდეს. პოლ პილარი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ თუ ეს ომი არ არის, მაშინ პრეზიდენტმა ამ ბრძოლას ზუსტი შესატყვისი უნდა მოუძებნოს. ცენტრალური დაზვერვის ყოფილი ვეტერანის თქმით, ამერიკელებმა ღიად უნდა ისაუბრონ, თუ რა ფასის გადახდა სურთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს შესაძლოა იყოს პრივატულობა, ამ პიროვნების თავისუფლება, თუნდაც მოსახერხებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს შესაძლოა ფულადი საფასურიც იყოს, ან სისხლიანი საფასური სამხედრო ოპერაციების დროს, მაგალითად ავღანეთში. სამოქალაქო თავისუფლების კავშირის წევრი მაიკლ ჯერმანი ამბობს, რომ ამერიკელებს არ ესმით, თუ რა საზღაურის გაღება მოუწევთ ტერორიზმთან ბრძოლაში. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ადმინისტრაციამ ხალხს უნდა მიმართოს და ეს შარშანაც უნდა გაეკეთებინათ. ასევე ჯერმანის თქმით, ობამამ ამერიკული ღირებულებები ტერორისტთან ბრძოლას არ უნდა შესწიროს. ჩვენი ღირებულებები, როგორიც არის შემწყნარებლობა, გახსნილობა, კანონის და პროცესის პატივისცემა, ჩვენ სიძლიერეს უწყობს ხელს და გვიცავს სხვათა წარმოდგენებისგან, რომ ჩვენ ცუდი ბიჭები ვართ. ამას იზიარებს კლარკ ირვინის, თუმცა ის ამბობს, რომ ბოლო დროს თვითმფრინავის აფეთქების მცდელობამ ობამას ადმინისტრაცია უფრო ძლიერი ნაბიჯების აუცილებლობაში დაარწმუნა. უშიშროების სამსახურებმა შემდგომი საფრთხე უნდა განჭვრიტონ. ჩვენ ხაზის მიღმა უნდა ვიყოთ და გამოვიყენოთ სხვა მეთოდებით ჩვენსკენ მომართული საფრთხეების გამოსაცნობად. ჩვენ ღია ხვრელები უნდა ამოვავსოთ. ექსპერტების თქმით, სამიზნეების რაოდენობა და ტერორისტების მიერ გამოყენებული უსასრულო მეთოდები უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას ვერ იძლევა. თუმცა მათი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ობამას ადმინისტრაციამ უსაფრთხოებაზე ზრუნვა უნდა შეასუსტოს. ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.